მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით კვლავ ახალი საჯარო გაშლით და მახსოვს ერთ-ერთ ქალბატონს, ჩემს გამომწერს, სურდა ესეთ შეკითხვაზე გაშლა, თუ ვინ იქნება მომავალი პარტნიორი, მომავალი მეუღლე. საინტერესო შეკითხვაა, თან რამდენიმეჯერ დაისვა ეს შეკითხვა და რატომაც არა. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ YouTube-ის არხი იდეაში მარტო ჩემი პერსონალური გვერდი და არხი ხო არ არის, ეს თქვენს ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს და ჩემსასაც. ამიტომ დღეს გაგკეთებთ გაშლას მომავალ პარტნიორზე. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ლაიქებში და კომენტარებში ძალიან მახარებთ ხოლმე, როცა ხედავთ თქვენ და თქვენს აქტიურობას და აბა დავიწყეთ, ვინ იქნება მომავალი პარტნიორი. მომავალი პარტნიორი. პირველი. მეორე. კარგი, მესამე და მეოთხე. ყველა არ ჩანს მგონი, მაგრამ ესე პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მოდი იცი როგორ მოვიქცეთ. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს ვარდისფერი აკატის გულის ფორმის ქვა. მეორე ვარიანტისთვის იყოს სელენიტის გულის ფორმის ქვა. მესამე ვარიანტისთვის აი ეს გული იყოს და მეოთხე ვარიანტისთვის აი ეს გული. თუ რაიმე გულის ფორმა მქონდა, ყველაფერი ეგ გადმოვალაგე მგონი. ეხლა ალტარზე. ჩემ ზურბასაკი ჩაიფიქრეთ თქვენ მანამდე პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მე კი დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტით, ვინც აკატის გული ჩაიფიქრეთ, თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი არის აი ძალიან წამოვიდა ეს აზრი, შეიძლება იყოს ოდაგოთი კურო. ან კირჩხიბით შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც აფასებს იმ რესურსს, რაც გააჩნია. არის საკმაოდ მესაკუთრე ადამიანიც. ეს არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობას ძალიან ნელა, ნაბიჯ, დინჯად იწყებს ხოლმე ურთიერთობას, მაგრამ თუ კი მისი ნდობა მოიპოვოთ, იცოდეთ, რომ მარტივად ეს ადამიანი არ წავა თქვენ ცხოვრებიდან. ამას გარდა ცოტა ეჭვიანი, მესაკუთრე ტიპის შეიძლება იყოს, მაგრამ ამარკანით მისი ეჭვიანობა ტოქსიკური და რაღაც პათოლოგიაში გადასული არ უნდა იყოს წესით დარიგით, მაგრამ ნახოთ აბა თქვენი მომავალი პარტნიორის სიგნიფიკატორი. პირველ ვარიანტთან სიგნიფიკატორი მომავალი პარტნიორის. სხვათა შორის შეიძლება რომ მას ერთი ურთიერთობა უკვე დასრულებული აქვს, მაგალითად ოჯახური ურთიერთობა. შეიძლება ჰქონდა უკვე ძალიან ესეთი სტაბილური ურთიერთობა, ოჯახი და შეიძლება ერთი ესეთი ურთიერთობა უკვე დაინგრა და დაასრულეს. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის წარმოდგენები ურთიერთობაზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე არის ძალიან შეცვლილი და საერთოდ სხვანაირად უყურებს ახლა სასიყვარულო ურთიერთობებს და უფრო გააზრებულია ამ საკითხთან მიმართებაში, უფრო გაცნობიერებული. მადლობთ. აქ ამოგვიხდა კვერთხების მეფე. დავფაროთ.
კვერთხების მეფე საერთოდ უფრო ვერძი, კურო, ლომის ტიპაჟის ადამიანები არიან, ხოლმე მე წაღამ თქვი კურო. მაგრამ შეიძლება რაღაცა გავლენაც ქონდეს, ხა ვერძი და კურო მეზობელი ნიშნებია და სავსებით შესაძლებელია, რომ პლანეტები ყავდეს, ხო? ნუ რაღაცა ამ ნიშნების გავლენით შეიძლება რა იყოს თქვენი მომავალი პარტნიორი. მე მინდა ვიკითხო, სად გაიცნობთ ამ ადამიანს? თქვენს მომავალ თუნდაც მეუღლეს, ხო? ესე იყო დასმული შეკითხვა, მომავალი მეუღლეო. სად გაიცნობთ პირველი ვარიანტი? აქ ამ გაშლაში უფრო მგონია, რომ შეიძლება სოციალური ქსელებით მოხდეს თქვენი დაკავშირება საწყის ეტაპზე. ასევე მგონია, რომ აი რაღაც ხოლის ხოლმე შემთხვევები, რომ აი რაღაც საერთო ნაცნობობა, საერთო სამეგობრო რაღაც არა. თქვენ შემთხვევაში ესე არ იქნება. აი საერთოდ ახალი, საერთოდ უცნობი ადამიანი, რომელიც აი თვითონ თავისი ინიციატივით შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ეს იქნება ძალიან მოულოდნელი შემოსვლა თქვენთვისაც რაღაცა უცბედი სიახლე იქნება. ამიტომ ამბობ, რომ დიდი ალბათობით ეს სრულიად უცნობი ადამიანი იქნება. როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი, რომ აი მაინც და მაინც ეს კონკრეტულია თქვენი საბედისწერო ადამიანი რა აქვს ამ ადამიანს ისეთი, რითაც ამოიცნობთ, რომ აი თქვენი საბედისწერო ადამიანია. მისი პროფესია, საქმიანობა და ხასიათი. პროფესიით შეიძლება ეს ადამიანი რაღაცნაირად დაკავშირებული იყოს ძალოვან სტრუქტურასთან, რაღაცის მართვასთან, ლიდერობასთან, შეიძლება ჰქონდეს ფორმიანი სამსახური და ზოგადად არის ძალიან დომინანტური ბუნების ადამიანი. აი თავიდანვე რომ თავისი წესებით და პრინციპებით შემოდის ურთიერთობაში, აი ესეთი ადამიანია. აი იცით რაზე ამოიცნობთ ამ ადამიანს? მის მკაცრ მომთხოვ ბუნებაში ამჩნევთ და თან შრომის მოყვარია ყველაფერთან ერთად. ძალიან სულ დაკავებულია, სულ საქმეშია ჩაფული. სხვადასხვა შეიძლება ძალიან უჭირდეს ემოციების პირდაპირ გამოხატვა. თავის ემოციებზე საუბარი და უფრო მეტად იქნება პრაქტიკული ადამიანი. პრაქტიკული რას გულისხმობს? საქმით დაგანახებთ თავის სიყვარულს, თავის სიმპათიას, მისი ქცევებით და მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე, უნდა შეაფასოთ ამ ადამიანის თქვენს მიმართ განწყობა. თორე ის რომ სიტყვებით მოგთაფლოთ და რაღაც სერენადები გიმღეროთ და ლექსები მოგიძღვნათ ამ ადამიანისგან არ უნდა მოელოდებოდეთ, იმიტომ რომ აი ემოციების გამოხატვის დროს არის ძალიან თავშეკავებული. პირველი ვარიანტი ეს არის, რაც შემეძლო თქვენს მომავალ პარტნიორზე რომ მეთქვა, შეგახსენებთ რომ კომენტარებში და ლაიქებში გილოდებით. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, ნომერზე 511-91-78. ეხლა გადავიდეთ მაგრამ მეორე ვარიანტზე. სელექტის გული ვინც ჩაიფიქრეთ. თქვენი მომავალი პარტნიორი არის ადამიანი თქვენ წარსულიდან. ადამიანი, ვინც
დიდი ხანია თავის გრძნობებზე და ემოციებზე გილაპარაკებთ, მაგრამ თქვენ უარს ეუბნეოდით. შეიძლება მრავალი წელია თქვენი თაყვანისმცემელია ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში თავისი გრძნობები და დამოკიდებულება თქვენს მიმართ უკვე გამხელილი აქვს ამ ადამიანს და რატომღაც თქვენ არ იღებთ. უფრო კონკრეტულად ვინ არის ეს ადამიანი? თასების რაინდი. აქ ნამდვილად წყლის ნიშნის ადამიანია. თევზები, კირჩხიბი, მორიელი. ზოდიაქოთი შეიძლება იყოს ნიშნის წარმომადგენელი და კი, ანუ რაღაც ძალიან სერიოზულად არის განწყობილი ეს ადამიანი და თავის სურვილებში და წარმოდგენებში თქვენთან შექმნილ ოჯახსაც შეიძლება რომ ხედავდეს ხოლმე თავის ოცნებებში, სიზმრებში, სურვილებში ზოგადად. და ისე სხვათა შორის ძალიან კაცრად უნდა მოექცევით ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან თავმოყარი ადამიანი და მიუხედავად იმისა, შეიძლება უყვარხართ, არ შეგეხვეწებათ, იმიტომ რომ აი თავმოყარეობაზე მოქმედებს მისთვის რაღაცეები რა და ცოტა არ გადააჭარბოთ და არ გადაამლაშოთ განსაკუთრებით გოგონებს მიმართავ ახლა ამ შემთხვევაში. ნუ მე ვფიქრობ, რომ ახლა თქვენ საერთოდ გაიცნობთ ამ ადამიანს აქ ამ ვარიანტში ვერ დავსო შეკითხვას, იმიტომ რომ წარსულის ადამიანი და უკვე იცნობთ, მაგრამ მოდი ვიკითხოთ, აბა თქვენთვის აი რაღაცა ისეთი რაც სამყაროს უნდა რომ აი ამ ადამიანის შესახებ გითხრათ. მაგალითად ან როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა თუ კი შანსი მისცემთ. ეს იცით როგორი წყვილი იქნება? აი ურთიერთობაში კაცს რო უფრო მეტად უყვარს ვიდრე ქალს, ესეთი წყვილი იქნებით. აი მართლა რასაც გვიაზრეთ რო გადაგყვობათ და თავს რო შემოგევლებათ ესეთი ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან საკმაოდ ბედნიერებით შეიძლება რომ იყოთ, კი, რატო გამორიცხავთ, რატო ეუბნებით ამ ადამიანს ესე გადაჭრით უარს არ მესმის. ნუ ეხლა თქვენი საქმისა კი თქვენ იცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი მე ვფიქრობ, რომ შანსი იმსახურებს. ნუ ამ გაშლის მიხედვით. ეს არის ადამიანი, რომელიც აი არაფერს არ მოგაკლებთ, რაც შეუძლიათ თავის შესაძლებლობებზე უფრო მეტსაც გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ შეგიქმნათ უზრუნველი ყოფა-ცხოვრება. ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ თქვენ გასიამოვნოთ, თქვენ მოსაწონად მოიქცეს, რაღაცა რაც სურვილი გაქვთ აგისრულოთ. ანუ აი ხელის გულზე ატარებსო და ფუფუნებაში ამყოფებსო რო იტყვიან ხოლმე, აი ეგეთი სიტუაცია იქნება. ხა კი, რაღაცა თქვენი მხრიდან იქნება ის მომენტი, რომ ემოციურად შეიძლება ბოლომდე ვერ გაეხსნათ ამ ადამიანს, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონები ვინც მიყურებთ, აი როგორც ქალი იქნებით ფუფუნებაში, თუ კი ამ ადამიანს აირჩევთ. ნუ ეხლა ფუფუნებას უცებ ამბობ, მე არ ვამბობ იმას, რომ ეხლა რაღაც კუნძული გიყიდოთ და რაღაც კი, პრინციპში რატო არა, მაგრამ ანუ რეალობას თვალი გავუსწოროთ და იმის მიხედვით ხო, ანუ რაც შეიძლება ამ ადამიანს რომ გაგიკეთოთ, თავის შესაძლებლობებსაც კი გადაამეტებს. როგორც შეიძლება რა, ეხლა რა ვიცი, რა რესურსიც ფლობს. საბოლოოდ ჩემში ხა მეორე ვარიანტთან არ არის ცუდი პასუხი, მე რამე და დავაზუსტო, რატო არ აძლევთ ამ ადამიანს შანსს, ანუ რამე გეწყინათ თუ უბრალოდ არ მოგწონთ, რა ხდება, ანუ რატო ესე?
იცით, თქვენ გაქვთ წარმოდგენა ამ ადამიანზე შექმნილი ძალიან არასწორი, ანუ რატომღაც გგონიათ, რომ თუ კი თქვენ ამ ადამიანს შანსს მისცემთ, საზოგადოება განგრჩით, ან ვიღაცები არ დაეთანხმებიან თქვენს აი ამ გადაწყვეტილებას, ვიღაცების თვალში არ იქნება მოსაწონი, შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ აი ამ ადამიანს რო შანსი მისცეთ, თქვენ იქნებით რაღაცა ძალიან არასახალბირო მდგომარეობაში, მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის. პირიქით საერთოდ სხვა სიტუაცია ამოვიდა და გამოჩნდა, ხო? უფრო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ ხართ, ვიდრე რეალურად თქვენი ჭკვით არ მოქმედებთ ამ ურთიერთობაში პირდაპირ გითხრათ რა. აქ არის აი იგი დაქალმა ეს მითხრა, დედაჩემმა ეს მითხრა, მეზობელი ამას იფიქრებს, ნათესავი ამას იტყვის. რა მნიშვნელობა აქვს ვინც იფიქრებს თქვენი ცხოვრება? თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი ახლა. მეზობელი ფაციკო და სიძიალა რას იტყვის და რას იფიქრებს, რაში გეტარდებათ ახლა არ შეგშალოთ. ეს ადამიანი არის თქვენი მომავალი მეუღლე, ქმარი. არის ადამიანი, ვისთანაც ეხლა ამ მომენტისთვის კომუნიკაცია არ გაქვთ და ხართ რაღაც დაპყრობილ ურთიერთობაში. მეორე ვარიანტი. კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით ჩემი პროფესორმა. ისე გადააზიარეთ ვიდეო, რომ სხვა ადამიანებსაც შევხვდეთ ეს ვიდეო და აი ეს მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ ჩემო ჯერფასებო. თქვენი მომავალი პარტნიორი. მადლობთ. ძალიან ორაზნოვარი პასუხია მომავალი პარტნიორი მესამე ვარიანტთან. მომავალი პარტნიორი. ამ შემთხვევაში აქ არის ადამიანი, ვისთანაც ძალიან მტკივნეულად დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, ოღონდ დასასრული ეხლა გაქვთ ეს რაღაც პაუზა თუ გაბუტვა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ შერიგდებით თქვენს ვიღაც წარსულის ადამიანთან და აი ამ წარსულის ადამიანთან შერიგების შემდგომ შეიქმნება თქვენი ოჯახი და თანაცხოვრება. იმიტომ რომ ამაზე იყო შეკითხვა დასმული. ვერ გავაჩერე ეს კიდე აქ. ეს. ხო, თქვენ შეურიგდებით ადამიანს თქვენი წარსულიდან. აი ეს არის ჩავიძიოთ დეტალურად, როგორ უნდა მიხვდეთ ეს ადამიანი ვინ არის რეალურად, ახლა წარსულში ჩუბარი შეიძლება რამდენიმე ადამიანთან იყოს, ახლა რაღაც ყოფილი. რომელს ეხება ეს? როგორ უნდა ამოიცნოს მესამე ვარიანტი? ვის ეხება ეს? მომავალი პარტნიორი აქ. როგორ უნდა ამოიცნოს? ხო, ანუ რაღაც იკამათით წავიდა, მაგ ადამიანმა სცადა რომ თქვენთან შერიგება მოეხერხებინა, მაგრამ რაღაცა ვერ დაგძრათ ადგილიდან და ეხლა ციცით რა მომენტი გაქვთ. აი შინაგანად ორივეს გაქვთ მაგის სურვილი. სურვილი რომ ისევ ერთმანეთთან გააბათ და განაახლოთ რომანი, მაგრამ ორივე ზურგს ეკცებით ხართ. თითქოს გაქვთ იმის განცდა, რომ ეს ურთიერთობა თუ აეწყობა, მაშინ უნდა იყოს საიდუმლო ურთიერთობა და დაფარული და დამალული. რატომღაც ესეთი განცდაა, რომ აი თითქოს უნდა გაასაიდუმლოთ ეს ურთიერთობა. ეს მგონი რომ მესამე ვარიანტი ძალიან კარგადაც მივხვდით, ვინც უნდა იყოს ეს ადამიანი. ესეც დარიგის და მეტი უბრალოდ ვიკითხოთ, აბა თუ კი მისცემთ შანსს, რომ შერიგდეთ ისევ, როგორი ურთიერთობა გექნებათ, როგორ აეწყობა თქვენი ურთიერთობა.
ხო, ანუ დაქორწინებამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთობა, ოღონდ ძალიან უცნაურია, მაგრამ შეიძლება ისედაც ყოფილი მეუღლეები იყოთ ერთმანეთისთვის და შეიძლება თქვენ შეურიგდეთ ისევ ერთმანეთს, მაგრამ სანამ შეურიგდებით, მალავდეთ ამ თქვენს განახლებულ ურთიერთობას. მაგრამ ეხლა ნუ ყველასთან ეს ხო არ იქნება. ფაქტი არის, რომ თუ კი შერიგდებით, ბევრად უფრო გაზრდილები იქნებით ორივე, ბევრად უფრო დახვეწილები როგორც პიროვნებები და თქვენი ქცევებიც და ურთიერთდამოკიდებულებაც იქნება შეცვლილი, ოღონდ სასიკეთოდ, უფრო სასიხარულო და უფრო პოზიტიური ცვლილება მიჩანს მე ახლა აქ, ვიდრე რაღაც ნეგატიური და აი ეს თქვენი გაზრდა, აი ცალ-ცალკე რო ხართ, რაღაცები რო ისწავლეთ ცხოვრებაში, რომ გაიზარდეთ, აი ეს რაღაც ტრანსფორმაცია, ხო? ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ შემდგომში ამავე ადამიანთან აი ვახტე მეორე შანსი მისცეთ ერთმანეთს რა, აი ესე ვიტყვი. მეორე შანსი მისცემთ ერთმანეთს ორივე. და მე ვფიქრობ, რომ გამოგივათ სხვათა შორის. უბრალოდ აი რჩევა საწყის ეტაპზე, როცა თქვენ შერიგდებით, კარგა ხანი გაასაიტულოთ თქვენი ურთიერთობა. ბევრს არავის არ უთხრათ და არ აკითხოთ. ეს არის ურთიერთობა, ახლა აქ მესამე ვარიანტში, სადაც აი კი დაშორდნენ, განქორწინდნენ, მაგრამ ვერც ერთმა მხარემ ვერ დაივიწყა მეორე. ესეთი გაშლა არის ახლა აქ მესამე ვარიანტში, რასაც ვუყურე აქ ალტარზე. და ჩემი მეოთხე ვარიანტი, რაღაცა ისე იმხელა სითბო მოდის მეოთხე ვარიანტიდან, აი რაღაცა ძალიან მხიარული ხალხი მგონია, რომ შეიძლება იყოს აქ მეოთხე ვარიანტში. ყველაზე დიდი ხანი რომ მიცდით და ეხლა თვითონ ტაროს არკანის გარეშე ვიძახი, აქ მეოთხე ვარიანტში თვითონ ქალბატონი, აქ ამოვიდა საერთოდ ჩამოკიდებული კაცი, ხო ითიაში ახლა აი ვერ გამოვაჩი რა შუაში ახლა ეს ქალია. ვერ გამოშენ არაფერ შურში არ არის ახლა ეს არკანი, მაგრამ მგონია რომ ამ ვარიანტში ხართ ისეთი გოგოები და ქალები, რომელსაც გაქვთ მუქი ფერის თმები, შეჭრილი ჩოლკები, ცოტა შავტუხები შეიძლება იყოთ, შოქრომანები, ან ხშირად შეიძლება ატარებდეთ რუჯს, საშუალო სიმაღლის გოგოშკები და ძალიან მხიარულები, აი ძალიან მეგობრულები და ძალიან გამტანები. არ ვიცით, მაგრამ აი ძალიან მოდის ახლა ეგეთი ენერგეტიკა მეოთხე ვარიანტში, აი ძალიან მხიარულები, ლაღები, შეიძლება სირთულეები გქონდეთ თქვენი, მაგრამ რაღაცა აი ვცდილობთ, რომ გულთან ყველაფერი არ მიიტანოთ ძალიან და აი ეგ თქვენი ხასიათი გეხმარებათ იმაში, რომ ცხოვრების აი ამ გამოწვევებს შეხვდეთ ხოლმე ღირსეულად. კარგი, ახლა უშუალოდ თქვენს პარტნიორს რაც შეეხება. მეოთხე ვარიანტი. თქვენი პარტნიორი ვინ იქნება? მეოთხე ვარიანტში. თქვენი მომავალი მეუღლე, პარტნიორი, მეოთხე ვარიანტი. ვაუ, რა კარგი პასუხი ამოვიდა. ძალიან კარგი პასუხია. აი, ქართული ენდოდა რომ ფერიფერს ამადლი ღმერთსაო. აი, ეგეთი პასუხია. ხო, და დასტის მაშინ ფონშიც აგერ გვაქვს იმპერატორი. ხედავთ ხო? დავიწყოთ იქიდან რომ ეს ადამიანი, ну ეს ჩამოკიდებული კაცი ამ შემთხვევაში მე ესე აღვქო რომ შეიძლება გქონდეთ რაღაც ტიპის განსხვავება. მაგალითად, სხვა ეროვნების ადამიანი შეიძლება იყოს, სხვა რელიგიის, ან განსხვავებული ცხოვრების სტილით, ხო? ანუ
თქვენს შორის რაღაც განსხვავება იქნება, თუნდაც ასაკობრივი, მაგრამ უფრო მგონია, რომ თქვენს ცნობიერებაში და თქვენს კულტურაშია განსხვავება, ვიდრე ასაკში. თუმცა ასაკსაც არ გამოვრიცხავ. აქ არის უფრო აი სხვადასხვაგვარად უყურებთ ცხოვრებას, მაგრამ ეს განსხვავებულობა თქვენ ხელს არ გიშლით, არც ერთს. და თვითონ ეს ადამიანი, მე მგიტხრათ, რომ ეს არის რაღაცნაირად წარმატებული, გარკვეულწილად პოპულარული ადამიანი შეიძლება იყოს, ეს არის ადამიანი, რომელსაც აღიარება აქვს საზოგადოებისგან მოპოვებული და ადამიანი აკეთებს რაღაც ისეთ საქმეს, რითიც საკმაოდ ისეთი წარმატებული და მგონია, რომ აი ნუ საზოგადოების საშუალო სტანდარტულ ფენას არ უნდა მიეკუთვნებოდეს ეს ადამიანი და არის რაღაც ერთი საფეხურით მაღლა, სულ მინიმუმ, თუ უფრო მეტით არა, იმიტომ რომ აი რაღაც ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ოღონდ მისი ძლიერი ენერგეტიკა რაღაც ისე ხისტად კი არა, აი პირიქით ბევრი შეუძლია ამ ადამიანს ცხოვრებაში. და რაც შეეხება უშუალოდ მის ხასიათს, რამდენადაც ძალიან თავდაჯერებული, ძალიან ქარიზმატული, საკმაოდ სასურველით საპირისპირო სქესში სხვათა შორის და მგონია, რომ საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი შეიძლება ყავდეს, მიშელ ბარაკი ხა ეს ქალბატონია თუ მამაკაცი, ბევრი თაყვანისმცემელი შეიძლება ყავდეს და მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი მოცემულობა აქვს, საკმაოდ ჯილდმენურია, ძალიან თავაზიანია, იცის როგორ უნდა მოვიყვეს ქალბატონებს და უფრო აი მისი ეს ჯილდმენობა უფრო მისი შინაგანი კულტურის მომენტი, რომ თავის თავს ცემს პატივს, იმიტომ რომ აი ეგეთი ტიპია რაღაც ძალიან მომეწონა, 4 ვარიანტი. კარგი პასუხია ჯერჯერობით. მე ვიკითხოთ ამ ადამიანს. მე საერთოდ ესა რომ უყურებ, ხა მგონია ეს არის ახალი ადამიანი. ესე მგონია, რომ ეს არის ახალი ადამიანი. მოდი ვიკითხოთ, სად გაიცნობთ ამ ადამიანს? საერთოდ შენ გამოვიდეთ. სად გაიცნობთ ამ ადამიანს? მეოთხე ვარიანტი. ეს შეიძლება იყოს ისეთი გარემო, სადაც ანუ რაღაც ისეთი სივრცე, სადაც თქვენ ორივე ერთად აღმოჩნდებით ერთ დროს და ერთ მომენტში, სადაც აი შეიძლება სვავდეთ კიდეც რაღაც დაბადების დღე, შეკრება მეგობრებთან ერთად გასვლა საქმე ხო რა ვიცი. არ ვიცი, მაგრამ რაღაც ის დალევა ძალიან მოდის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი თვითონ მოვა თქვენთან, თვითონ გამოიჩენს ინიციატივას, თვითონ გადმოდგას პირველ ნაბიჯს თქვენს გასაცნობად და რაღაცა ძალიან თავდაჯერებული და ძალიან დიდი ქარიზმით მოვა თქვენთან და სხვათა შორის მგონია, რომ პირველ ეტაპზე შეიძლება რომ თქვენ ცოტა ისე ექცეოდეთ რაღაც უყურადღებოთ, მაინც და მაინც არ გიფიქრებოდეთ და არ გაინტერესებდეთ ეს ადამიანი. მგონია, რომ ცოტა უყურადღებოთაც უნდა ტოვებდეთ ეს ისტორიით პირველ ეტაპზე. როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი აი თავიდან, რომ აი რომ შეხვდებით და რომ მიხვდებით, რომ ეს ის არის. ერთი წუთით, როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი? როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი? როგორი არაერთგვაროვანი პასუხია. როგორ უნდა ამოიცნოთ და ერთის მხრივ იქნება ძალიან თავაზიანი ქალბატონი, ანუ მის გარემოც ვინც იქნებიან გოგოები, ქალბატონები, ხო? ერთის მხრივ მათთან მიმართებაში ძალიან თავაზიანი იქნება მანერები, ქცევები. მეორეს მხრივ ეს ადამიანი იქნება რაღაც თავისი
ტრანსპორტით. ნუ ეხლა მანქანის ყოლა და მოტოციკლეთის თუ რაღაც არავის არ უგურჩენს დროში, მაგრამ რაღაც შეიძლება ცოტა ესეთი გამორჩეული რაღაც მანქანა ყავდეს, ან შეიძლება ცოტა გადაკეთებული ყავდეს ეს მანქანა, ან რაღაცა უცხო ფერის, მოკლედ რაღაც სახასიათო მანქანა ყავს, ან რაღაცა ისეთი იშვიათი ცოტა მაღალ ბიუჯეტიანი რაღაც ტრანსპორტი რაღაც არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს მანქანა ძალიან იკვეთება. აი რაღაც თან ცოტა უცნაურიც შეიძლება იყოს ეს, ანუ უცნაური ახლა მაინც და მეტი კი არ დაფრინავს ეს მანქანა უცხოპენდის დევში. უბრალოდ აი რაღაც არაორდინალური, ისეთი რაც ყველას არ ყავს, ხო? ეგეც შეიძლება იყოს დამახასიათებელი. კიდევ აი მეგობრების წრეში შეიძლება აი თქვენ რო შეამჩნევთ ამ ადამიანს, მაგალითად ვინმეს რაღაცას უსხავდეს უშუალოდ, ხო, ან წვენს, ან ალკოჰოლს, აი მაგ მომენტში შეიძლება შეამჩნევთ ეს ადამიანი. ოღონდ ეხლა თვალილება კი არ დაიწყოთ ეხლა ვისაც ხელში ფოთლით დაინახოთ, ყველა თქვენი მომავალი პარტნიორი ხო არ იქნება, მაგრამ აი რაღაც აი სახასიათო უცებ რაც წამოვიდა, ეგ არის. და ანუ პირველი თქვენი აი ეს შემჩნევა იქნება ის, რომ აი რომ შეამჩნევთ ერთმანეთს, მე უცებ კითხვას არიდებთ და თავიდან ცოტა ესე მკაცრად შეიძლება იქცევოდეთ ორივე თავშეკავებულად უფრო სწორედ, მაგრამ საბოლოოდ ეს ადამიანი ვერ მოითმეს და მოვა თქვენს გასაცნობად. აი ეს არის ის თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი. მოდი ბარემ ვიკითხოთ რა. ბარემ ვიკითხოთ თუ კი შანსს მისცემთ როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა, მაგრამ რა კი მომავალ მეუღლეზეა გაშლა ფაქტია რომ კი მიხვალთ აქამდე და როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა თუ კი შანსს მისცემთ. ძალიან საბედისწერო ადამიანი, ეს არის კარმული ადამიანი, ხა ყველაფერს ვერ გაჩვენებთ ფიზიკურად. აი, მაღალი მეოცე არკანი ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან საბედისწერო ადამიანი. თქვენ ამ ადამიანს უნდა შეხვდეთ, იმიტომ კი რომ რაღაც თქვენ და მას არა, ეს არის სამყაროსგან გამოგზავნილი ადამიანი, ესე უნდა მოხდეს. აი ძალიან ისეთი სუფთა ემოციები. კი, ვინთა როგორი რომანტიულია ყველაფერთან ერთად. ვერც კი წარმოიდგინე, ანუ შეხედეთ. აგაც ხო მოდის რაღაც თასების რაინდი, კვერთხების მეფესთან ერთად, მაგრამ ეხლა ნახეთ 10-იანების თასები, 2-იანი თასები, თასების პაჟი, ნუ აი მთელი სპექტრი ემოციების. თასები შემოქმედებაც არის ხოლმე სხვათა შორის და შეიძლება მისთვის მუზა და ინსპირაცია ხდებოდეთ, ხო? საინტერესოა, ვნახოთ მეოთხე ვარიანტი ჩამოყოჩერებო, ჩამოვამაზებო. შეგახსენებთ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511-1491-68. ეხლა მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, ნახვამდის.